ჩვენ წინაპრებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ჯანსაღი სულიერი ცხოვრება და ქვეყნის აღორძინება მხოლოდ სინერგიული ცნობიერებით და ცხოვრების წესით არის შესაძლებელი. ტერმინი სინერგია ღვთაებრივი და ადამიანური ნების თავისუფალ თანამოქმედებას აღნიშნავს, რაც გულისხმობს ღვთაებრივი ნების ამოცნობას, მის მორჩილებასა და ადამიანური ძალისხმევის წარმართვას სული წმინდის მიერ. ამათგან პირველი სინერგიული ცნობიერების საფუძველია, დანარჩენი ორი კი სინერგიული ცხოვრების. სინერგიის აუცილებლობა ემყარება ფუნდამენტალურ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვით ნამდვილი სიკეთის კეთების ერთადერთი გზა ღმერთთან თავისუფალი თანამოქმედებაა, რადგან მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს რა იქნება ადამიანური ქმედებების საბოლოო შედეგი და რა წარმოადგენს ჭეშმარიტ სიკეთეს მარადიული ცხოვრების პერსპექტივიდან, რისთვისაც ვართ შექმნილნი. სინერგიის მნიშვნელობა კარგად ჩანს ჩვენი ისტორიიდან. ამისთვის განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი. ნებისმიერი ხალხის თვითყოფადობა ეროვნული იდენტობის გაცნობიერებას ეფუძნება. სეკულარული ცნობიერებისგან განსხვავებით, რომელიც ნაციონალური იდენტობის არსს იმ კულტურულ და გეოპოლიტიკურ თავისებურებებში მოიაზრებს, რომელიც ხალხს სხვებისგან განასხვავებს, სინერგიული ცნობიერება ეროვნული იდენტობის არსს უნივერსალური ქრისტიანული ფასეულობების სახურების ეროვნულ ტრადიციაში ხედავს, რომლის სახეს ეს თავისებურებები განსაზღვრავს. ეროვნული იდენტობის სინერგიული ხედვის ლაკონური გამოხატულებაა გიორგი მერჩულეს ცნობილი სიტყვები. ქართლად ფრიადი ქვეყანაა აღირაცხების, სადაც ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. ცხადია, რომ ეს სიტყვები ჩვენი წინაპრების ეროვნული ცნობიერების კრედოა, რომლის თანახმად ხალხი თავის ეროვნულ იდენტობას სრულყოფილად მაშინ ავლენს, როდესაც საკუთარ ძალებს, აქ იგულისხმება ენა ანუ კულტურა და ქვეყანայի ანუ სახელმწიფო უმაღლესი რელიგიური ფასეულობების სახურებას ახმარს. მართლაც ეკლესიის წიაღში განვითარდა ლიტერატურული ქართული, დაიბადა ერთიანი საქართველოს იდეა. გამტკიცდა ეროვნული ცნობიერება და ქრისტიანულმა რწმენამ დაიცვა ქართველი ხალხი გარემომცველი აგრესიულ მუსულმანურ ოკეანეში ასიმილაციისგან. ასეთ ტრულ გარემოცვაში გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი საქართველოს დავით აღმაშენებელმა სულიერად და კულტურულად აყვავებულ და მაშინდელი მსოფლიოს ანგარიშგაშაწევ გეოპოლიტიკურ ძალად აქცია. ეს წმინდა მეფემ ეროვნული ცნობიერების აღორძინებით შეძლო, რაც გულისხმობს რწმენისა და ცოდნის, გამოცხადებითი ჭეშმარიტების ნათლისა და ადამიანური ინტელექტუალური ძალების ჰარმონიულ თანამოქმედებას. ამის გამოხატულებაა დავითის მიერ დაარსებული მეორე იერუსალიმა და სხვა ათინად წოდებული გელათის ღვთისმშობლის სავანე. ეს სახელი კარგად გამოხატავს წმინდა მეფის ჩანაფიქრის სინერგიულ ბუნებას. აქ იერუსალიმი მოციქულებრივი რწმენის შეურყვნელად დაცვის სიმბოლოა, ათინა კი ადამიანური ინტელექტუალური უნარების სამაგალითო ძალისხმევის. რუსეთის იმპერიის გუბერნიად ქცეული ილია ჭავჭავაძის დროინდელი საქართველო ვინაობის ანუ ეროვნული იდენტობის საბოლოო დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა. არ ვიცით რანი ვყოფილ ვართ, არ ვხედავთ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით, ასე წერს ილია. ისიც სინერგიულ ფორმულას გვთავაზობს დაკარგული ვინაობის და სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. აქ იგულისხმება ჩვენი წინაპრებისგან მიღებული საუნჯე, ანუ ტრიადა, მამული, ენა, სარწმუნოება, რომელსაც მისი აზრით თვალიჩვიმით უნდა გაუფრთხილდეთ. სწორედ ეს ტრადიცია გულისხმობს სინერგიულ ცნობიერებას. ილია ფიქრობს, რომ მამულიშვილური მიზნების მისაღწევად ქართველმა კაცმა წინაპრების მსგავსად ენა ანუ ეროვნული კულტურა და მამული ანუ სახელმწიფოებრიობა ტრადიციულ ქრისტიანულ რწმენაზე უნდა დააფუძნოს. სინერგიული ცნობიერების აუცილებლობა ყველა ეპოქაში ერთნაირად დგას. ამიტომ მისი მნიშვნელობა ჩვენი სახელოვანი წინაპრების მსგავსად უნდა გავაცნობიეროთ. თანამედროვე გლობალიზაციურ სამყაროში ეროვნული ცნობიერებისა და იდენტობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება ეკლესიასა და სახელმწიფოს სასულიერო დასისა და საერო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს შორის ჰარმონიული თანამშრომლობის გარეშე. ამ თანამშრომლობის აუცილებლობა იმითაცაა გამოწვეული, რომ ჩვენთანაც ფართოდაა ფესვგადგმული სეკულარული ცნობიერება, რომელიც სინერგიული საპირისპიროა, რადგან ის გამუდმებით ცდილობს ჩვენი საზოგადოებრივი ყოფიდან გამოყოს ვითომ და არარელიგიური სფერო, რათა ასე ხელოვნურად შეამციროს ტრადიციული რელიგიური ფასეულობების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. სეკულარული ცნობიერების გაბატონებას მოაქვს ის, რომ ადამიანებს ერთმანეთთანაც აღარ შეუძლიათ თანამშრომლობა, რადგან მხოლოდ საკუთარ ძალისხმევაზე დაიმედებული ადამიანები როგორც წესი მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთების საბაბითაც კი. ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორია ასეთ დაპირისპირებებისა და მათი დამანგრეველი შედეგების ბევრ მაგალითს გვაწვდის. ადამიანებს შორის ჭეშმარიტი ერთობა მხოლოდ ღმერთთან კავშირით მიიღწევა, რომლის აუცილებელი პირობა
სინერგიული ცნობიერებაა.